ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ამერიკას ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ევროკავშირი 20 თუ 200%-იან გადასახადს დააწესებს, ისინი პასუხად იმავეს მიიღებენ. ჩვენ ბოროტად გვიყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და ამას აღარ დავუშვებთ, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი. მისი თქმით, ევროკავშირი არ იღებს ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ამერიკული ტარიფების საპასუხოდ კანადა დღეიდან 25%-იან გადასახადს უწესებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას, რომელთა შორის სპორტული აღჭურვილობა, კომპიუტერები და თუჯის ნაწარმია. აღსანიშნავია, რომ კანადა ამერიკისთვის ფოლადისა და ალუმინის უმსხვილესი ექსპორტიორია. გუშინ კი ამერიკული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, რომელიც ვაშინგტონმა კანადას, მექსიკას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას დაუწესა. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 2.8%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.2% პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელი. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 3.1%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან მცირედით ნაკლებია. ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელება პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს და ის ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინვესტორების განწყობის გაუარესების ფონზე ევროპულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება. გასულ კვირას დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ძირითადი ევროპული ინდექსების, მათ შორის STOXX 600-ის, DAX-ის და FTSE 100-ის შეფასება საშუალოდ 4-5%-ითაა შემცირებული. ევროპული ბაზრების დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია ამერიკის პრეზიდენტის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. მართალია ამ საკითხზე დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპას სავაჭრო ბარიერებს დაუწესებს, თავად ევროპული სახელმწიფოები კი ამერიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებენ. ამასთან სავაჭრო ომის პერსპექტივა ინფლაციის დაჩქარების და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის, ეს მოცემულობა კი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი, რომელიც ევროპისათვის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად რჩება და ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ჯერაც არაფერია დადასტურებული და ისიც კი არ ვიცით შეძლებენ თუ არა მხარეების სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის წლის დასაწყისიდან დაგროვილი დეფიციტი თებერვლის ბოლოსთვის თითქმის 60%-ით გაიზარდა, რაც ხარჯების მკვეთრმა ზრდამ და ნავთობგაზის შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წინასწარ მონაცემებში წერია. წლის პირველი 2 თვის შედეგების მიხედვით ხარჯმა შემოსავალს 2.7 ტრილიონი რუბლით, ანუ მშპ-ს 1.3%-ით გადააჭარბა, მაშინ როცა ბიუჯეტში წლიური დეფიციტი დაახლოებით 13.6 მილიარდი დოლარით არის გათვალისწინებული. შვეიცარიულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა როშემ დანიური ზელანდ ფარმასგან წონაში კლების წამალი 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად იყიდა. გარიგების პირობების თანახმად საწყის ეტაპზე შვეიცარიული კომპანია დანიურ სტარტაპს 1.6 მილიარდს გადაუხდის, რათა ზელანდმა წონაში კლების მედიკამენტის ფორმულაზე მუშაობა დაასრულოს და მარეგულირებლებისთვის წარსადგენად გაამზადოს. თუ კი წამალი წარმატებული და კონკურენტუნარიანი იქნება, მაშინ ინვესტიციის მოცულობა 5.3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება და როშე მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდება. ამ ინვესტიციით როშეს წონაში კლების მედიკამენტების ბაზარზე თავის დამკვიდრება და ელი ლილისა და ნორდისკის მედიკამენტებისთვის კონკურენციის გაწევა სურს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ტიპის წამლების წარმოება ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა, რადგან სიმსუქნე გლობალური პრობლემაა და წონაში კლების წამლებზე მოთხოვნა მზარდია. ლორეალმა შეერთებული შტატების მასშტაბით გაყიდვიდან ამოიღო ლა როშე ფოსაის აკნეს ლაქების სამკურნალო პროდუქტი EFACLAR Duos ხაზიდან, რადგან არსებობს რისკი, რომ პროდუქტი ბენზოლს შეიცავს, რომელიც კანცეროგენია. საქმე ისაა, რომ ლა როშე ფოსაის აკნესგან დარჩენილი ლაქების სამკურნალო პროდუქტი EFACLAR Duo Acne Spot Treatment ბენზოლინის პეროქსიდს შეიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში ბენზოლინის პეროქსიდი მაღალი ტემპერატურის ან ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ ხდება. არსებობს რისკი, რომ ის კანცეროგენულ ბენზოლიდად გადაიქცეს. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დაწყება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ჩინეთის ლაბორატორიაში, რომელიც ვირუსებს იკვლევს უყურადღებობის შედეგად. ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში. გერმანული მედიის თანახმად საგამოძიებო მასალები მიუთითებს, რომ უჰანის ლაბორატორიაში გამოყენებული იყო კვლევის რამდენიმე სარისკო მეთოდი, რომელიც შედგენილია ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დარღვევით. დოკუმენტების თანახმად არსებობს მტკიცებულება, რომ მეცნიერებმა ჩაატარეს ეგრეთ წოდებული ფუნქციის შეძენასთან დაკავშირებული კვლევები, როდესაც ბუნებაში არსებული ვირუსებით მანიპულირება ხდება. ასეთი ექსპერიმენტები იწვევს ვირუსის გადადების უნარისა და გადასადები ობიექტების ცვლილებას.
ბატარეების მწარმოებელი შვედური კომპანია Northvolt, რომელიც ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ფლაგმანად მიიჩნეოდა, ფინანსური სირთულეების გამო გაკოტრდა. Northvolt 2016 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ინოვაციური სისტემის შექმნა იყო. კომპანია მწვანე ტექნოლოგიებზე აკეთებდა აქცენტს და მისი ბატარეების წარმოება ძირითადად განახლებადი ენერგიით ხდებოდა. დროთა განმავლობაში Northvolt-მა $2 მილიარდ მეტის ინვესტიცია მოიზიდა და მისი პარტნიორები გახდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან Volvo, Volkswagen, BMW და Goldman Sachs. წარმატებული სტარტის მიუხედავად კომპანიამ მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო, რაც ევროპაში არსებული მაღალი საწარმოო ხარჯებით, კვალიფიციური კადრების დეფიციტით და ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნით იქნა განპირობებული. გერმანული საავტომობილო კონგლომერატის Volkswagen Group-ის მოგება შემცირდა. ჯგუფი, რომელიც VW-ს გარდა Audi-ს, Porsche-ს, Bugatti-ს, Lamborghini-ს, Skoda-ს და სხვა არაერთ ცნობილ ბრენდს აერთიანებს, არასახარბიელო ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2024 წელს ჯამში დაახლოებით 21 მილიარდის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც 15%-ით შემცირებული მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს VW Group-მა საერთო შემოსავლის თითქმის 1%-ით გაზრდა შეძლო და ამ მაჩვენებელმა 352 მილიარდი შეადგინა, თუმცა ეს ინვესტორებს ნაკლებად ადარდებთ, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგების მარჟაა. საერთო ჯამში Volkswagen Group-მა წინა წელს 9 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია, რაც ჩინეთის და ამერიკის ბაზრებზე მოთხოვნის შემცირებით არის განპირობებული. არასახარბიელო ფინანსური შედეგების გამო კომპანიის მენეჯმენტი ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობას 30%-ით ამცირებს, ანუ ისინი VW Group-ის აქციების ფლობით ნაკლებ მოგებას მიიღებენ, რაც კომპანიის კაპიტალიზაციაზე ნეგატიურად აისახება. საინტერესოა, რომ VW Group-ში ყველაზე ცუდი შედეგი ბიუჯეტურ Volkswagen-ს აქვს, ხოლო Porsche, Lamborghini და Bugatti მდგრად ზრდას აფიქსირებენ, რაც ბიუჯეტური ავტომობილების სეგმენტში კონკურენტების გააქტიურებას, პრემიუმ კატეგორიაში კი ზემოხსენებული ბრენდების დომინაციას უკავშირდება.